2017 წელს საქართველოს ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება სამხრეთ კორეაში მიმდინარე შეხვედრის დროს დაადასტურა. ევროპისა და აზიის სამთო კურორტების რიგით მეორე კონფერენციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ჩოგოვაძემ სამხრეთ კორეის ტურიზმის მინისტრთანაც გამართა მოლაპარაკება. შემდეგი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება მთის კურორტების განვითარებას 2017 წელს საქართველოში ჩატარდება, რაც კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. პრეზენტაციაში წარმოვადგინე თუ რა გაკეთდა უახლოეს წლების განმავლობაში და რა ხედვები გვაქვს მომავალზე ჩვენ სამთო კურორტებზე, როგორც ვიცი, ექსპერტებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს. და გონია რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ წარმატებისკენ, რომელიც ჩვენ სამთო კურორტებს უნდა გქონდეს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. ეს არის ულამაზესი ლანდშაფტით გამორჩეული მხარე. მოუთმენლად ველოდები ამ კონფერენციის ჩატარებას თქვენს ქვეყანაში.